აი ეს ნამუშევარი, რომელსაც წინასწარ ვაკეთებ ჩანახატს, უნდა გადავიტანოთ ქვაში. და ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ეს პროპორციები და ეს ჩანახატისა ნახოს დამკვეთმა და უფრო კარგად შეხედავს ვიზუალურად რა იქნება, როგორ იქნება. და ესეთი ჩანახატი გჭირდება წინასწარ აუცილებლად. მთელი ცხოველთა სამყარო გვაქვს სახში ჩემო. ფლორაც აქ არის და ფაუნაც აქ არის. ნუკაც აქ არის და ნიკუშაც აქ არის. მარიკუნაც ძინავს კიდე. ეს ნამუშევარი დავხატე რა. ეს ერთი სიძველე მიყვარს. სიძველე რო ყოფილიყო რა, ისე რომ გამომიჩნია. დაძველება. ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე. ეს სიძველეები, ძველი ფრესკები, ძველი ხატები. აი ეს წმინდა გიორგის ნამუშევარი დავიწყეთ. შეგვირდა ერთი კარგი ბიჭი გიორგი. და ვერ დავასრულე იმის გამო, რომ გარდაიცვალა ტრაგიკულად და დარჩა დაუსრულებელი, მაგრამ იმედი მაქვს დავასრულებ. ისევ ჩემი ძალისხმევით. აი ეს ნამუშევარიც ისე დაემთხვა, რომ თავრდება შენს დოკუმენტურ ფილმთან ერთად ჩემო ბატონო. აი ესე ჩვენი ფისუნია კატა მაგითასია. და ეს ნამუშევარიც თავრდება ნენელა. ჩემო ბატონო. გვიყვარს ცხოველები. მაგრამ ნამუშევრები უფრო გვიყვარს ვიდრე თვითონ ნატურალურად. ჩემ წინაშე სულ დგას ხოლმე ესეთი შეკითხვა. რა თქმა უნდა, ჩემ თავს უსვამ შეკითხვას. მე რატომ არ ხელოვანი, რატომ არ ხარ ისეთი კარგი, როგორც ცნობილი, როგორც ნიკოლა ფიროსმანი და ეს დიდი მხატვრები და დილემის წინაშე ყოველთვის დგა ხატვარი რა. ან ჩვეულებრივ ცხოვრებას უნდა მიყვეს და ყოველდღიური საზრუნავები უნდა გადაწყვიტოს, გადაჭრას. არ უნდა იფიქროს, აი ზეცაში უნდა იფრინოს სულ და დიდი მხატვარი უნდა გამოვიდეს და მერე სიკვდილისას რომ გარდაიცვლება ადამიანი და სიცოცხლის მერე ეღირსება რაღაც აღიარება და უნდა ამოირჩიოს რა ამ ორი გზიდან. ერთი გზა. უნდა მიყვეს. მე რო ახლა ხელოვნებაზე ვიფიქრო, სუფთა ხელოვნებაზე და ასე რა. ძალიან ძნელი იქნება ეს. მაშინ ოჯახზე უნდა ვთქვა უარი. მეუღლეზე, შვილებზე. ანუ ერთად არ გამოიცეს, მაგრამ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა საერთოდ ხელოვანი რა.
შემოქმედებით კრიზისში უფრო ადრეულ ასაკში ვიყავი, მქონდა ის ფიქრები, რომ აუ ეს ერთ დავხატე და უფრო ადრეულ ასაკში. ეხლა უფრო ადამიანს ადამიანის აზროვნება არის რაღაც უნიკალური რამ რა. აი რაც უფრო ბევრს ფიქრობ საქმეზე, არ არსებობს რომ ის პრობლემა ვერ გადაწყვიტო. უფლის სიყვარულით, უფლის ნებით. ეს გამორიცხული ამბავია რა. უფრო არასერიოზულად უდგებოდი ალბათ ახლა უფრო ადრეულ ასაკში საქმეს და იმიტომ ვერ წყვეტდი პრობლემებს და ვერ ვჭრიდი პრობლემებს ალბათ. ახალგაზრდულ ასაკში ძალა გვაქვს, ჭკუა არ გვაქვს და ასაკში რომ შევდივარ, ჭკუა გვაქვს და მე ნელ-ნელა ძალაც გვეცლება, ჩემო ბატონო. საქართველოში ცოტა ძნელი არის გაყიდვები, იმიტომ რომ საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში რა. ადამიანის პური და ქართობა უფრო იზიდავთ ვიდრე ხელოვნება. ხელოვნება ნახატი შეიძლება იმის გულისთვის, აი ვიღაცის დასანახად შეიძლება დაკიდოს ადამიანო ნახატი კედელზე. უფრო რომ აი ეს მე ხელოვნებისკენ დრეკილება მაქვს. ვიღაცას აჩვენებენ რაღაცას უფრო, ჩემი აზრით რაღაც. სულთა ხელოვნება და ბევრი ვერ გებულობს. ძალიან ძნელი გასაგებია საერთოდ რა, მხატვრობა, ხელოვნება, ქანდაკება. რაც უფრო ღრმა არის, მით უფრო ძნელია ღრმა ხელოვნების გაგება. ასე რომ არ იყოს და ადვილი რომ იყოს ხელოვნების გაგება, მაშინ სიცოცხლეშივე აღიარებულები იქნებოდნენ ის გენიოსები, რომელსაც მე ვიცნობ, მაგალითად ძალიან ბევრი ცოცხალი მხატვარი ვიცი, რომელიც მე ვიცი რომ გენიოსია, მაგრამ სიღარიბეში ცხოვრობენ. ტკივილში ცხოვრობენ, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ისინი არ ზრუნავენ მარკეტინგზე, გაყიდვაზე არ ფიქრობენ ისინი და როგორ ასაღონ და თავიანთ ნახატებთან ერთად ცხოვრობენ მთელი ცხოვრება ის. არ გაიყიდება ის დაკიდებენ სახში და აქვთ იმათთან ერთად ცხოვრობენ რა. ეს არის მათი ტკბილი მოგონებაც და ტკბილი მომავალიც. უფლის სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოდის რა, არაფერი არ გამოგივა. შენ როდესაც შეიგრძნობ, რომ შენი ხელებით თავად უფალ ლაპარაკობს, უფლის ნების გარეშე შენ რო ამას იგრძნობ, ვერაფერი ვერ კეთდება და არაფერი არ კეთდება. აი შენს თავს კი არ უნდა მიაწერო ადამიანმა შენი წარმატება, რომ აი ეს მე ვარ, ეს რა შევქმენი, ეს რა დავხატე და ესე საკუთარ თავის ხიბლში კი არ უნდა იყოს ადამიანი, უნდა იყოს უფლის ნება რა ყველაფერი. უფრო მე მაგალითად ბედნიერად ვგრძნობ თავს, უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ თავს, როდესაც ხატებს ვწერ, ეკლესიის ქვებს ვამუშავებ, ჩუქურთმებს ვაკეთებ, ხო, ეს ხეში, ქვაში, ლითონში. ეს უდიდესი ბედნიერებაა, რომელიც ღმერთმა მომცა. და თვითონ ეს პროცესი არის ძალიან დიდი სიხარულის მომცემი. თავი რა არის, რომ ჩვენ სიხარული მივიღოთ ამ ყველაფრისგან, ხო? ესეთი ძიმი აღმართიანი არის ხელოვანი ხალხის გზა. რომ მიცოდე შენ. ეკლებით და
აღმართებით სავსე ბევრს გონია რომ აი ხელოვანი და რაიმე რა ადვილია და რა კარგია და არა ჩემო მეგობარო აქ სხვა რაღაცები ხდება სიება ეს ნამუშევარი ჯვარცმა ცოტა ადრეულ ასაკში გავაკეთე და მე დამეხმარენ უბნელი ბიჭები ვინაცვალე მათ ჩემი ძმის გენადის თაოსნობით და მეთაურობით ამოვედით ავაშენეთ აქ ნიშა ამ აღმართში როგორი წვალეს ბიჭებმა როგორ მახსოვს ნუ დიდი ამაგი გასწიეს და აი აქ გავაკეთეთ ესეთი სალოცავი აზერბაიჯანელებით დასახლებული ადგილია მაგრამ გასაოცარია რომ თვითონ მუსულმანი მოსახლეობა ძალიან პატივისცემით ეპყრობა და ყურადღებით და ამოდიან ულიან მეგენიც კარგი რომ ყავრან აი თვინეც და უყვართ იესო ქრისტეს ვათაშორის მიუხედავად იმისა რომ მუსულმანები არიან სიყვარული და პატივისცემა აქვთ ვა ბევრი ქართველი არის ლანძღავს და აგინებს ჩვენს ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას ესეთ ლამაზ ადგილზე გავაკეთეთ ლამაზი ნიშა ბიჭებმა უბნელებმა კაი ბიჭებმა აბა მარტო ის კი ქუჩა კი არ არის მარტო საქმე უნდა იყოს საქმიანი და ასე იტყოდა და დიდი დათა თუთაშხია აი ის ტაძარი ეკლესია პატარა ეკლესია საყდარი არის დავით აღმაშენებლის დროინდელი და დიდგორის ომის მოგების შემდეგ პირველი მანდ გაჩერდა თავის მეომრებთან ერთად და მიულოცა ქართველებს უდიდესი გამარჯვება რომელიც მოიპოვა ილღაზის წინააღმდეგ ვათაშორის ეს ილღაზი იყო კოალიციური მუსულმანთა ჯარების მეთაური წარმოიდგინეთ რამხელა ბრძოლები გვაქვს გადატანილი კი მაგას ყოველთვის გრძნობს ხელოვანი იმიტომ რომ რასაც ხელოვანი და მხატვარი თავის ნახატში კითხულობს იმას სხვა ვერ წაიკითხავს მაშინ ძალიან მაგარი უნდა იყოს ხელოვნება ცოდნე უნდა იყოს ადამიანი რომ ეგ წაიკითხოს და მოიკითხოს უბრალო ადამიანს ის შეიძლება ზედაპირულად გადახედოს რა ნახატი და არა აქვს რა სერიოზული დამოკიდებულება რა მხატვრობის მიმართ უფრო ზედაპირულია ეს ყველაფერი რა მაკი არა დღესაც კი არა შეფასებებს უკეთებდნენ იმ დიდ გენიოსებს რომლებიც ათეულობით წლების წინ გარდაიცვალნენ და ხო წარმოგიდგენიათ იმ წუთში ვინ რას ხვდება ვინ ვერაფერსაც ვერ ხვდება ძალიან ბევრი ძალიან იშვიათად რა ძალიან იშვიათად ტიბელი დახრა და დავლიოთ ყავაი და უტრუპუნოთ მთავარი რა არის ახლა ადამიანის ცხოვრებაში მარტო ხელოვნება ხომ არა მთავარი არის სიყვარული მთავარი არის რომ სიხარულით იცხოვრო ადამიანი ხო სიხარული უნდა მოგანიჭოს ადამიანს რასაც აკეთებ პირველ რიგში ხოასია მთავარია რომ ბედნიერები ვიყოთ შეიძლება ძალიან ბევრი ფული ქონდეს ადამიანს მაგრამ უბედური იყოს ხო აი უფრო
სიყვარულისთვის რა. ყველაფერს რასაც ვაკეთეთ, უფლის ძალით, უფლის სიყვარულით პირველ რიგში და იქიდან გამომდინარე ყველაფერი გამოგვივა, ყველაფერს შევქმნით. ყველაფერს გავაკეთებთ. ხო. გაუკეთებელი არაფერი არა.